ისრაელს კვლავ მიაქვს იერიში ღაზის სექტორზე. ქალაქ ხან-იუნისში ძლიერი დაკვამიანება შეინიშნებოდა. ხალხი პანიკაში ჩაცვივდა და შემთხვევის ადგილიდან გარბოდა. ბოლო ინფორმაციით თავდასხმების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა. იგი წავიდა ამ პატარა ბიჭისთვის საკვები რომ მოეტანა. რატომ ესროლეს? რატომ უთხრეს რომ იქ მისულიყო და დახმარება მიეღო? რატომ? რისთვის მიიყვანეს იქ? ისინი იქ დახმარების მისაღებად მივიდნენ და დახოცეს. ცოდვა რასაც ისრაელი გვიკეთებს. როგორც ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური პირები და თვითმხილველები ამბობენ, ხალხი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ისინი საკვების მისაღებად მიდიოდნენ. ბევრია დაშავებული. ამ პატარა ბავშვს 7 წლისას კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. კიდევ ერთი გოგონა 9 წლის გარდაიცვალა. მეორესაც 19 წლისას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი თავის ტვინის ტრამვა. მძიმე ჭრილობები აქვს. კიდურებიც აღარ აქვს. ისრაელი არავის ინდობს. ჩვენ არ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას. ეს ახლავე უნდა შეწყდეს. How to handle the situation? We need this to stop now. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისრაელის ძალები იქ შეკრებილ ხალხს თითქმის 1 კილომეტრის მანძილიდან ესროდნენ. ისინი საკვების მისაღებად დახმარების იმ ცენტრთან მიდიოდნენ, რომელსაც ისრაელის მხარდაჭერილი ფონდი მართავს. გაეროს სააგენტოები და დახმარების ორგანიზაციები უარს აცხადებენ ისრაელის ახალ სისტემასთან მუშაობაზე. მათი თქმით, ის არღვევს ჰუმანიტარულ პრინციპებს, რადგან საშუალებას აძლევს ისრაელს გააკონტროლოს, ვინ იღებს დახმარებას და აიძულებს ხალხს გადაადგილდეს განაწილების ადგილებზე. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო კამპანიას 54,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია. ისრაელის შეტევებმა გაანადგურა ტერიტორიის უმეტესი ნაწილი. მოსახლეობის დაახლოებით 90% იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. პალესტინელები ახლა თითქმის მთლიანად დამოკიდებული არიან საერთაშორისო დახმარებაზე.